როგორც მოგეხსენებათ, რუსთავი 2-ზე მიმდინარეობს არაჩვეულებრივი მუსიკალური პროექტი საქართველოს ხმა აქტაში მჭირდება. სადაც შანს რომ ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და ახლა გვინდა სტუდიაში მოვიწიოთ მისი ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე აჩი ჯაიანი. მადლობა არჩილ გენაცვალოს ჩემი თან. აჩის რო დაიმეყო უნდა უთხრა დიდი მადლობა გადევნებთ ყურს თელი ოჯახი. თვალთან ერთად თვალ ყურს. ესე იგი სულ ახლახანს გამოხვედი მიიღე მონაწილეობა აგერე სამშაბათს და რა შორს წახვედი ხედავ ჩვენ გადაცემაში ხარ უკვე. გაიხარი. საიდან აღმოჩნდი ამ პროექტში ეს რო ხო? რომელი უბანში ცხოვრობ? ბათუმიდან აღმოჩნდი ისე. ბათუმი. ზღვისპირეთიდან, მაგრამ მოხვედრის ისტორია ცოტა უცნაურია. ჯერ ბათუმს ერთი აპლოდისმენტები არ გაუგზავნოთ. ჩემო ბათუმელებო, ოქროებო და კარგები. გენაცვალეთ ეს საფული რო ახლოვდება გავატლიეროთ. ტაში გავატლიეროთ საფული ხოლმე. კარგი, გითხარი მაშინ, შენი აქ მოსვლის ისტორია. მე გამოვდიოდი და მონაწილეობას ვიღებდი. ამოვდიოდი არა, მივიღე მონაწილეობა რუსთავი 2-ის პროექტში გვაჩვენე შენ ხმაში. საიდანაც მუსიკალურმა ხელმძღვანელმა შემოთავაზა, ხომ არ გაქვს სურვილი რომ მეიღო მონაწილეობა აქვე. თუ არ ვჩდები, შენ მარტო შენ არ მღერი ოჯახში. რაღაც კარგი ტრადიციის გამძლებელი ხარ, ხო? მამა მღერის ოპერის მომღერალი არის. სულხან ჯაიანი. ბატონ სულხანს დიდი მოკითხვა აქედან. მაგრამ არი ფიქრობთ რომ რამე ჩაწყობილია მე არაფერ შუაში არ ვარ რაღაცა 2-3000 ლარი შემხდეს ახლა მაგაზე ხო არ არის საუბარი რა სალამარაგოა არა გინას საერთოდ გავალაღა მე ის კეფანი კიდე კაცო კაი შემწვარი რო არის რა ჯობია მაგას ანუ ოპერის მომღერლები როგორ წავენ იცი კეფას გადაირევი კაცი სასაუ ბავშვობიდან მღერი ესე იგი ბავშვობაში მღეროდი შემდგომ იყო რამდენიმე წლიანი მოდი ცოტა წინ დიდი პაუზა იყო და გავაგრძელე ახლა რამდენი წლის ხარ 17-ის ასე იგი რა თქმა შენ დაგიმთავრებია მე მეგონა რომ ახლა იწე თურმე ამა დაამთავრა 17 წლის რასამო ძალიან ახლა იმას აღარ კითხავთ ახლა რატომ სიმღერა ხო საიდან და არა ოჯახში კი ბატონო დღეს რა სიმღერა მოგვიტანი ახლა იმის გარდა რომ კლავჭიჩი უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს და კლავჭიდის გარდა დღეს მოვიტანე ნათია ზეინკლიშვილის სიმღერა მოდი ჩემო სანატრელო უпроსტად უერთმანეთო თქვია სიმღერას ნათია ზეინკლიშვილი ძალიან დიდი მოკითხვა ძალიან მიყვარს არაჩვეულებრივი კომპოზიტორი და ნათიას ჩემთვისაც აქვს სიმღერა დაწერილი მაგრამ მასე კი არ მიმიღია მონაწილეობა იმე არა ეს ჩემთვის არა სიმღერა დაწერილი ჩვენთვისაც უბრალოდ არ გვაძლევს არა როგორ არა მოგცა და მიმღერე და ძალიან მიყვარს ნათია და წარმატებებს აი ხა ნახე რა უნდა თქვა ნათია როარა რამდენი სიმღერა დააკლდებოდა ლამაზი ჩვენ საყვარელ სამშობლოს ხო ასე მამაშენს უყვარს კეიფი მახსოვს მე მამაჩემსაც უყვარდა უფრო ახლა უკვე ჩადგა რეჟიმში ვარჯიში ხო მაგრამ ხო უყვარდა კი როგორ ეხაც უყვარს შენ როგორ ახარ ამ საქმეში მეც მიყვარს ქართული სიმღერა და სუფრა ეს განუყოფელი ნაწილია. როდის გახდა? კარგი, მოდი ერთ პატარა იმას ჩავუტანო. 18 წლის როდის გახდა ერთ სულება? ერთ თვეში ვხდებით 18 წლის. შეგენაცვალე რა გინა ახალი ბინი თუ შეხვდით თლად კაი. აი რატო უნდა მოგცენ ხმა შენ დაუშვით? ეგ ნამდვილად არ ვიცი რატო უნდა მოგცენ ხმა, მაგრამ რავი. თუ მომისმინონ მადლობა. გამიხარდგი, რა თქმა უნდა. თუ მომისმენენ გამიხარდება. შემდგომ რავი, ბათუმელები როგორი აქტიურობენ? ხო, ბათუმელები. ჩვენ წინა გადაცემაში ყავდა ბექა. სტუმრა. ბექა მაისურაც. კი, ყავდა და მე ესე ვიყავი აქედან და ჯერ ძალიან გამიხარდა რომ რაღაცა ესეთი რეაქცია ქონდა მიკროფონს აი რომ ბრუსლის რო რუჩაგო გადაუგდო რა ხო და აბა დაიჭირე ახლა ეს შაბათია ერთი მაინტერესებს ერთი რაზღერო და რანაირად უსმენდა და რა იცი ქართული ნაღდი პურმარილური რიზღებ ხო შორშავ ყველაზე ადვილ ტექსტებს ურჩევდა ესენის თუ არ იციან შაბათია შაბათი ხო შაბათი
შაბათი მოგეხმარება მაგან ზეპირათი ეგ არის მაგის მასტერი. აბა მაინტერესებს რანაირი ალღოთი იმღერებ ქალაქურ სუფრულ სიმღერას ფანობს. მონალობას გააჩნია ჩემ შემთხვევაში რა და უთხარი რომელში დაუკრა. არ ვიცი სადო მიდი და აყვება. აბა ჰე სამ შაბათის შაბათია, ორ შაბათის შაბათია, ხუთ შაბათის შაბათია, პარასკევით შაბათია, შაბათი ხო შაბათია. შაბათი ხო შაბათია. კვირა. ასე უნდა დაამთავრო რომ არ გამოგწევს. გენაცვალე, როცა ასე ვთქვათ, გადმოგცემე ბინას, გახსოვდეთ რომ ნოვოსელიაზე ჩვენ ვიქნებით ღმერთმა ყველას წარმატებას უსურვებ, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილეს და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ საყვარელ და ჩვენს რუსთავიორს არაჩვეულებრივ არხს მადლობა მოუხადო ასეთი კარგი პროექტებისთვის, რომ ახალგაზრდა ხალხს აძლევს საშუალებას თავისი ნიჭი გადმოსცენ და გადააქციონ მთელ საქართველოზე და ღმერთმა სიკეთე და ხელი მოგიმართლა. აბა ახლა კი გისმენთ დღევას ასეთ აბა გთხოვთ